სანამ პოინტერებამდე მივალთ, მე მინდა კიდევ ერთი მაგალითი დავწეროთ. დავუბრუნდეთ ამ ჩვენს memory C ფაილს და გადავაკეთოთ ეს კოდი. ზედმეტი რაც არის, წავშალოთ და დავტოვოთ ეს i ცვლადი და მას მივაჭროთ მნიშვნელობა 10. მოდი ახლა დავწეროთ ჩვენი ფუნქცია, რომელსაც უწოდებთ updates და მას ჰქონდეს ესეთი სახე. აქ მოვიდეს რაღაც მნიშვნელობა და შემდეგ ეს მნიშვნელობა უბრალოდ გავზარდოთ 1-ით. გამოვიძახოთ ახლა ეს ფუნქცია ჩვენს main-ში და აქ ჩავუწეროთ i. ამის შემდეგ დავბეჭდოთ i ცვლადის მნიშვნელობა. გავუშვათ ახლა და ვნახოთ რა მოხდება. აი როგორც ხედავთ, დაკომპილირდა და დაგვიბეჭდა i უდრის 10. რატომ მოხდა ახლა ეს? ჩვენ ხო გამოვიძახეთ ეს update ფუნქცია და თითქოს ერთი შეხედვით ეს მნიშვნელობა უნდა გაეზარდა 1-ით, რაც აქ წერია და დაებეჭდა შემდეგ. რომ გავიგოთ ახლა უფრო უკეთესად რა მოხდა, ამისთვის შვებით ესეთ რამეს. მე მაქვს აქ ესეთი სლაიდი და გავაანალიზოთ ახლა ეს პროცესი. მოკლედ ჩვენ main-ში გვაქვს ესეთი ცვლადი i და მასში წერია მნიშვნელობა 10. როდესაც ახლა ჩვენ ვიძახებთ ფუნქცია updates, რა ხდება? მას აქვს ცვლადი ესეთი j და გამოძახების პროცესში ხდება მნიშვნელობის გადაკოპირება i ცვლადიდან აი ამ ფუნქციის j ცვლადში. ანუ ხდება მხოლოდ მნიშვნელობის მინიჭება j-ისთვის. იმის შემდეგ, რაც უკვე ეს ფუნქცია დაიწყებს მუშაობას, ეს j-ის მნიშვნელობა გაიზრდება და გახდება 11. მაგრამ ის ცვლადი რაც იყო main-ში რჩება უცვლელი. სწორედ ამიტომ, როდესაც ფუნქცია დაასრულებს მუშაობას და ჩვენც დავუბრუნდებით ამ სტრიქონს, შესაბამისად დაიბეჭდება ისევ ეს მნიშვნელობა 10. ეს ანუ ესეთი გზით ხდება მნიშვნელობების გადაცემა ფუნქციებისთვის, ხდება უბრალოდ გადაკოპირება. მაშინ ალბათ გაგიჩნდება შეკითხვა, თუ როგორ უნდა მოახერხოთ და დავწეროთ ფუნქცია ისეთი, რომელიც განაახლებს აი ამ i ცვლადის მნიშვნელობას. სწორედ ამისთვის გვჭირდება ჩვენ პოინტერები, მეხსიერების გაზიარებისთვის. და ამას ნახავთ ჩვენ როგორ შეიძლება ამ პოინტერების გამოყენება შემდეგ გაკვეთილში.